კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ზაქარია რომ ხარ ჩვენთან ერთად. მაშასე კვლევები რომელიც დადო NDI-მ ამ კვლევების მიხედვით მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში არის კვლავ უმუშევრობა და სიღარიბე და ამ დროს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რომელსაც ეს პრობლემები აწუხებს ისმენს ყოველდღიურად ერთმანეთზე თავდასხმებს უკვე არა ოპოზიციასა და ხელისუფლების გუნდს შორის არამედ სახელისუფლებო შტოებს შორის განცხადებები პრეზიდენტისგან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან თავდაცვის მინისტრისგან რა ხდება ქვეყანაში რა ხდება ხელისუფლებაში მე მინდა გკითხოთ რამდენად რეალურად აღიქვას სახელისუფლებო გუნდი იმ პრობლემას რა პრობლემებიც აწუხებს თქვენ სამომრჩეველს რომ ეს არის სიღარიბე ეს არის გაჭირვება ინგა მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ შესავალ სიტყვაში 4 თემა შეეხება რომელზე გნებავთ ჩემი კომენტარი დავიწყოთ მოდით ამ კვლევებით ბატონო ზაქარია ანუ რამდენად ადეკვატურია ხელისუფლება ხალხის პრობლემების გაჭირვება უმუშევრობა უფულობა ესა ამომრჩევლის მთავარი სათქივარი რა სიტყვით მე ვიზიარებ ამ კვლევის ამ შედეგს, ვიმეორებ ამ შედეგს, იმიტომ რომ უმუშევრობა და სიღარიბე არ გახლავთ ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრობლემა. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს 25 წლიანი პრობლემა, რომელიც ყველა ხელისუფლებას მეტნაკლების სიმწვავით აწუხებს. თუმცა მთავარი პრობლემა არის არა უმუშევრობა და სიღარიბე, არამედ მცირე ეკონომიკა. უმუშევრობა და სიღარიბე ამ მცირე ეკონომიკის თანდევი შედეგია და არა პრობლემა. ანუ მინდა აქაც სიზუსტე შემოვიტანო, რომ სწორია, რომ სიღარიბე და უმუშევრობა არის მაღალ დონეზე, მაგრამ ეს არის მცირე ეკონომიკის თანდევი შედეგი და არა როგორც მთავარი პრობლემა. მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ბატონო ზაქარია სახელისუფლებო გუნდი როდესაც წინა საარჩევნო კამპანიას გეგმავს იკრიბებით ეხლა და თქვენს გეგმებს განიხილავთ თუ გახსოვთ ხოლმე რა დაპირებებით მოდიოდით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მაგალითად აი ასე ჩვენ გეგმავთ მე 2012-ის განცხადებას საგიკითხავთ დავძლევთ უმუშევრობას სიღარიბეს შევქმნით უნარიან და მშრომელ მოქალაქეებს სიმდიდრის და კეთილდღეობის პირობებს განვავითარებთ წვრილ და საშუალო ბიზნესს, სოფლის მეურნეობას, დავიცავთ კერძო საკუთრებას და ასე შემდეგ. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ ეხლა უნდა იყოს მეოთხე საუკეთესო წელიწადი. დღეს თუ იხსენებთ ხოლმე, როცა იკრიბებით აი ამ ძველ დანაპირებებს. ბუნებრივია, დავიწყებთ თქვენი ჩამონათვლიდან ბოლოთი, დავიცავთ კერძო ბიზნესს და ჩვენ შევასრულეთ ეს პირობა, დავიცავთ კერძო ბიზნესი, შევუწყეთ ხელი მცირე ბიზნესის განვითარებას, IAF-ი კრედიტებით, უამრავი საგრანტო პროგრამით, 6 სპეციალური სამთავრობო პროგრამით აწარმოეს საქართველოსთან დაწყებული დანერგე მომავალით დამთავრებული, რაც შეეხება გადასახადების შემცირების კუთხით, შევამცირეთ საშემოსავლო გადასახადი, გავაუქმეთ მოგების გადასახადი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 2017 წლის 1 იანვრიდან ვაუქმებთ მოგების გადასახადს რეინვესტირების შემთხვევაში დანარჩენ საქართველოსაც რომ ბევრი რამე რა თქვენ ჩამოთვალეთ შესრულებული არის ანუ თქვენ დღეს თამამად გადიხართ ამომრჩეველთან მიუხედავად იმისა რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს რომ მისთვის პრობლემა არ მოგვარებულა ანუ არ შეცვლილა მათი მდგომარეობა NDI-ის კვლევების მიხედვით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უმრავლესობა ამბობს რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა და მათი ოჯახის არ არის შეცვლილი ანუ დღეს თქვენ თამამად გადიხართ და მიგაჩნიათ რომ ყველა დაპირება შეუსრულეთ ამომრჩეველს მაგრამ მე გითხარით რომ უმრავლესობა თქვენ ჩამონათვალისა შესრულებული არის, რა თქვენ ჩამოთვალეთ. რა თქმა უნდა, უმუშევრობა და გაჭირვება როგორც მცირე ეკონომიკის თანდევი შედეგი დაძლეული არ არის. 37 მილიარდიანი თლიანი შინდა პროდუქტი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მიაღწიო საყოველთაო კეთილდღეობას, მაგრამ გარწმუნებთ ამ 3 წელიწად ნახევარში ჩვენ მქონდა საშუალო ევროპული ეკონომიკის ზრდაზე, საშუალო ევროპული ზრდა არის 1.5%, ჩვენ 3.5%-ზე ნაკლები ზრდა არ ქონია. მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, პრემიერიც საუბრობს ამის თაობაზე, როცა ამბობს, რომ ჩვენ თვითკმაყოფილი ხელისუფლება არა ვართ, იმიტომ რომ ჩვენ საშუალოდ 4-ჯერ სწრაფად უნდა ვიზრდებოდეთ ევროპის დასთან მიმართებაში, რომ შევძლოთ 5-10 წელიწადში ჩამორჩენილობის გასწრება. ანუ მიგაჩნიათ, რომ ამომრჩევლისთვის ეს იქნება გასაგებია. ჩვენ დაბადებული არ არის, ეს ჩამორჩენილობა არსებობს.
დიახ, ეს ჩამორჩენილობა არსებობს და ჩვენ ვიბრძვით ამ ჩამორჩენილობის დაძლევის. ორჯერ სწრაფად ვითარდებით, ვიდრე ევროპის ქვეყნების განვითარების ტემპია, მაგრამ დიდი ჩამორჩენილობის გამო ეს საკმარისი არ არის. 4-ჯერ სწრაფად უნდა ვიზრდებოდეთ, რომ 5 წელიწადში ეს ჩამორჩენილობა დავძლიოთ. ბატონო ზაქარია, როგორ ფიქრობთ, რას ფიქრობს თქვენი ამომრჩეველი, რას ფიქრობს თქვენი ქვეყნის მოსახლეობა, როდესაც ეკრანიდან იმის ნაცვლად რომ მიდიოდეს საუბარი, რა შესრულდა, რა ვერ შესრულდა, რატომ ვერ შესრულდა, ისმენს ასეთი ტიპის განცხადებებს, მაგალითად, ვიცე-პრემიერი ამბობს პრეზიდენტზე, რომ პრეზიდენტი ჭორაობს, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჭორაობს, როცა პრეზიდენტი ეჭვს გამოთქვამს იგივე ვიცე-პრემიერთან დაკავშირებით, როდესაც თავდაცვის მინისტრიც კი უკვე გუშინ ღიად ალაპარაკდა მასზე, განხორციელებულ შეტევასა და შანტაჟზე. როგორ ფიქრობთ, აი ამ დროს თქვენი ამომრჩეველი რას ფიქრობს ხოლმე საკუთარ ხელისუფლებაზე? პირველ რიგში თქვენ ჩამოთვლილი კონსტიტუციური ინსტიტუტებიდან მხოლოდ ორია პოლიტიკური ხელისუფლების განშტოება. ეს არის საქართველოს მთავრობა და პარლამენტი. აქ მიმდინარეობს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და არანაირ კონფლიქტს ადგილი არ აქვს. ანუ პოლიტიკური ხელისუფლება კონსოლიდირებულია და არაეგზალტირებული 7 წესებით მართავს ქვეყანას. ჩვენ შეგვაჩვენეს ეგზალტირებული მართვას, რომ მედია უნდა ყოფილიყო მთავარი წყარო გაწყვეტილებების მიღების, მედია უნდა ყოფილიყო თქვა მთავარი შემფუთავი მიღებული გაწყვეტილება და მედია უნდა ყოფილიყო მთავარი შემფასებელი გაწყვეტილების მიღები. ჩვენ თქვით, რომ მოდი ხალხი იყოს მთავარი გაწყვეტილების მიღები, ხალხი იყოს მთავარი შემფასებელი და ეგზალტირებული მართვიდან გადავიდა ქვეყანა ჩვეულებრივ ნორმალურ კანონიერი მართვის სისტემაზე, რომელიც რა თქმა უნდა ეგზალტირებული მართვას მიჩვეულ საზოგადოების მხრიდან ერთი შეხედვით განსხვავებულად ჩანს. რაც შეეხება სხვა კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, როგორც თქვა, საკონსტიტუციო სამართლო, რომელიც არ გახლავთ პოლიტიკური ხელისუფლება, როგორც გახლავთ პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც არ გახლავთ ხელისუფლების განშტოება, რა თქმა უნდა, ჩვენ აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის აგვირჩიეს ხალხმა 2012 წელს. მიმდინარეობს ძალიან დემოკრატიული პროცესი, როცა ყველა ლაპარაკობს იმას, რასაც თulis საჭიროდ, ეს დემოკრატიული პროცესია, ბატონო ზაქარია, თქვენ უკაცრავად, თქვენ არ ხართ გუშინდელი პოლიტიკოსი, თქვენ გუშინ არ მოსულხართ ქართულ პოლიტიკაში, წლების გამოცდილება გაქვთ. ეს დემოკრატიული პროცესია, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ ზეწოლა ხდება მისი ოჯახის წევზე, როცა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი საუბრობს მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე, როდესაც არ ვიცი მე მაგალითად ვიცე-სპიკერი პრეზიდენტზე ამბობს, რომ ალკოჰოლის ზედმეტი დოზა ქონდა ეთყობა მიღებული და იმიტომ გააკეთა ეს განცხადება. ეს დემოკრატიული პროცესია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ პროცესების მიღმა უფრო სერიოზული გამოხატვის თავისუფლება ინგა არის გამოხატვის თავისუფლება და ტაბუს მოხსნა კონსტიტუციური ინსტიტუტების მიმართ არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. აბა რა გვინდა რომ თქვათ, რომ მარტო პარლამენტი ლანძღოს ხალხმა და საკონსტიტუციო სამართლო როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტი, პრეზიდენტის თანამდებობა როგორც უმაღლესი თანამდებობა ტაბუირებული იყოს, მის მიმართ შეფასების გაკეთების უფლება არავის არ ქონდეს. დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია აზრის გამოხატვის თავისუფლება. ამიტომაც შეფასებებში ყველა თავისუფალია. მთავრობის წევრების შეფასებებს დააკვირდით. გონია სინქრონულია მთავრობის ყველა წევრის შეფასება, ან პარლამენტის წევრების შეფასებებს დააკვირდით. ეს დემოკრატიული პროცესია. მაგრამ ჩვენ მიგვაჩნიეს ეს რამე. როგორ შეიძლება ერთიან კონტექსტში განვიხილოთ, თუ კი ჩვენ გავიხსენებთ, რის საფუძველზე მოვისმინეთ ეს შეფასებები. პრეზიდენტი აკეთებს ამ სკანდალურ განცხადებას. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მოსამართლეებზე მიდის ზეწოლა. თავდაცვის მინისტრი ამბობს, ეს დემოკრატიაზე არ მეტყველებს მე მგონი. არ ვიცი, თქვენ თუ ამას დემოკრატიულ პროცესს უწოდებთ არ? არადემოკრატიული რა იქნებოდა, იცით რომ არადემოკრატიული რა იქნებოდა, იცით რომ რა ქვია, ტელეფონი აიღო პრეზიდენტს და დაერეკა პროკურორისთვის. რომ აბა მომიგვარე ჩემი სიძე კაი ბიჭია თუ ცუდი ბიჭია ის საკითხის გარკვევა. არადემოკრატიული იქნებოდა ის რომ პაპუაშვილს ეთქვა რომ აი ეხლა რასაც მეტყვით იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ოღონდ რა ქვია ამ ყველაფერს წერტილი დაუსვათ. დემოკრატიული ნიშნავს იმას, რომ ყველა თანამდებობის პირი საუბრობს საკუთარი სინდისიდან და რწმენიდან გამომდინარე იმ სისწორე უსწორებებს, რაც თვლის ის საჭიროდ. თორე არადემოკრატიული პროცესი სწორედ ეს იყო, რომ ვერავინ ვერ ბედავდა.
აზრის გამოთქმას ვერ ბედავდა ვერავის კრიტიკას და ერთი კაბინეტიდან იმართებოდა ყველა მედია საშუალება, ყველა ხელისუფლების განშტოების წარმომადგენლის რიტორიკა. ეს იყო არადემოკრატიული და რა გვინდა ეხა არ მოგწონს ის რომ რაღაცა პრობლემები წარმოიშვა და ამ პრობლემებს საჯაროდ საუბრობენ. ბატონო ზაქარია, თქვენ ხო სამართალმცოდნე ბრძანდები. საჯაროდ საუბრობენ. კი ბატონო, თქვენ ხო იურისტი ბრძანდები და შესანიშნავად მოგეხსენებათ, როდესაც კეთდება განცხადება, რომ მოსამართლეებზე მიდის ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებების გამოტანისთვის ზეწოლა, შანტაჟი, ოჯახის ბიზნესებით, პირადი ცხოვრებით და ასე შემდეგ. ეს არ არის დემოკრატიული პროცესი. ყოველ შემთხვევაში თუ ეს დამტკიცდება, რომ ასეა, ხომ დამეთანხმებით არა? აი ბოლოში გამოვასწორეთ ინგა, თუ დამტკიცდება რომ ეს ასეა. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თუ ეს არ დამტკიცდა, რა თქმა უნდა ეს უნდა დამტკიცდეს. მაშინ აღმოჩნდება რომ ეს ასე რომ დემოკრატიული პროცესი გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი პრობლემის წარმოშობის თაობაზე, ამის თაობაზე ითქვას შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებმა მოახდინონ მასზე ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება. ხოლო რაც შეეხება მოსამართლეებზე ეგრეთ წოდებული ზეწოლის განხორციელებას, ინგა, მე შემირცხვენია საკონსტიტუციო სამართლოს კი არა, ნებისმიერი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც იმდენად არამორალურად მტკიცე პიროვნება, რომ არ შეუძლია ნებისმიერი სახის ზეწოლას გაუძლოს. იმიტომ რომ მორალურად მტკიცე ადამიანები იყვნენ, მე ვთქვი კიდევაც ამას წინათ სალიკლდესავით მტკიცე ადამიანები უნდა იყვნენ. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ კიდევ თუ შეიძლება, როგორ შეფასებას მისცემთ საქართველოს პრეზიდენტის ეჭვს გამოთქმულ ეჭვს, რომელიც გაახმოვანა მისმა პრესპიკერმა, რომ პრემიერის გვერდისავლით გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ და უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან ქართული ოცნების შტაბის უფროს ანუ კახი კალაძეს. რა სიტყვით ამაზე? ინგა ისევ თქვენი სტუდიის ხმა დაბრუნდა თუ არ ვწდები ისევ პრეზიდენტის რომელიღაც განცხადება ბრძანეთ ხო? დიახ, კორცხელის თაობაზე კალაძის საქმიანობა უნდა იქნას გამოკვლეულიო და ახლობით ამ შინაარსის იყო ჩემი შეკითხვა. კორცხელის საქმის გამოკვლევა მიმდინარეობს, გამოძიება მიმდინარეობს, ბრალი წაყენებული აქვს ამყოფი ღონისძიება შერჩეული აქვს სასამართლო, ეჭვმიტანილი პირების წრე დადგენილია. არა, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან კახი კალაძეს? ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც აინტერესებს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტი არ გახლავთ პროკურორი, ზედამხედველობა გაუწიოს გამოძიებას. და საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ სარგებლობთ საპროკურორო ზედამხედველობის უფლებით. საქართველოს მოქალაქეებს ისე როგორც პრეზიდენტს აქვს მხოლოდ ერთი უფლება, რომ ჩვენ გავაკეთოთ შეფასებები გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე. თორე რა პარლამენტის წევრის საქმეა, რა სხვა თანამდებობის წევრის საქმეა საპროკურორო ზედამხედველობა. ეს ჩვენი საქმე არ არის. ეს საპროკურორო კითხვა მე მგონი არის მხოლოდ პროკურატურის საქმე არის ეხლა რომ მან მისცეს მითითებები ქვემდგომ პროკურორს და ეხლა ის დრო დამთავრდა საქართველოში პრეზიდენტები და პარლამენტის წევრები და მინისტრები აძლევდნენ მითითებებს პროკურორებს რა გამოეძიებიან და რა არა. კარგი, თქვენ ჯერათ პრეზიდენტის განცხადებების ბატონო ზაქარია პირდაპირ რომ მიპასუხოთ? სიმართლე გითხრათ ინგა მე მეჩვენება რომ პრეზიდენტი ცდილობს თავისი ნიშა მოძებნოს. ანუ და ის იმდენად ცდილობს ამას და მე ამას თვითონ ვერაფერს ვერ ხედავ რომ მოძებნოს თავის ნიშნა საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესში, რომ ზოგიერთ შემთხვევაში უნებლიეთ აჭარბებს ხოლმე თავის უფლებამოსილებას. საპროკურორო ზედამხედველობის უფლება და გამოძიებისთვის შეკითხვების დასმის უფლება და დავალებების მიცემის უფლება არავის არ აქვს თუ არა ზემდგომ პროკურორებს. და კიდევ ერთი კითხვა და უნდა დაგემშვიდობოთ. წეგან საუბრობდა ლალი მოროშკინა, ის თამაზ მეჭეაურის გუნდის წევრია. თამაზ მეჭეაურის და ის გუნდი ზოგადად შედგება იმ ადამიანებისგან, ვინც 2012-ში ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ედგნენ გვერდში. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლება დაშორდა ხალხს. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას აღარ აინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი. ისინი ფიქრობენ, რომ ოცნებას ისეთი ხალხი მოყავს
უკვე მართვის სათავეში, რომლებსაც არც კი ჩაუვლიათ ოცნების ოფისებთან თავის დროზე 2012-ში. რას უპასუხებდით მათ? განახლების პროცესი საკმაოდ ტკივნეული პროცესია და რა თქმა უნდა წარსული დამსახურების ქორე მოქალაქეების იგნორება მე არასდროს არ უჭერ მხარს, იმიტომ რომ 2012 წელს მებრძოლი საზოგადოება სულ სხვა საზოგადოება გახლავთ, თუმცა განახლება მოითხოვს გადაჯგუფებებს არა მარტო სახელმწიფო ვერტიკალში, არამედ როგორც ჩანს იდეოლოგიური ნიშნითაც. Ну, თქვენიც თქვა, ჩვენ ყარად პროდასავლური პოლიტიკური ძალა გახლავთ და პროდასავლური არა იმის გამო, რომ თქვა, გეოგრაფიულად ხმელთაშუა ზღვის ან ბალტიის ზღვის ჰაერი მოგწონს ძალიან, არამედ იმის გამო, რომ ჩვენი ვხედავთ კეთილდღეობას, სამართლიანობას და უსაფრთხოებას, ჩვენ აი ამ სამ დიდ რამებს ვხედავთ დასავლეთში. ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, ну, რაღაცა პატარა ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც ვერ ხედავენ დასავლეთში ამას ყველაფერს და აქედან გამომდინარე ხელისუფლება დაშორდა ხალხსო და ისეთი ადამიანები მოყავთ ხელისუფლების სათავეებში, რომლებიც საერთოდ არ ყოფილან აფილირებული თავის დროზე ქართულ ოცნებასთან. ეს არის ამ ადამიანების ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია გარდა დაუშვათ საგარეო ვექტორისა, რის გამოც რეალურად ღიად ყოველ შემთხვევაში მოხდა დაპირისპირება მეჭიაურსა და გნებავთ იგივე კვირიკაშვილს შორის. დიახ, ჩვენ განახლების პროცესში ვართ, განახლების პროცესი თავშიც გითხარით, რომ ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა, ახალი ადამიანები ჩაერთვები და რა თქმა უნდა, ზოგიერთი მათთაგანი შეიძლება არ იყოს 2012 წლის პროცესების მონაწილე, მაგრამ ვიმეორებ, აქ არ უნდა დაირღვას ის წონასწორობის ბალანსი, რომ ერთ მხრივ არ აღმოჩნდეთ მძევლები 2012 წლის პროცესის, ხოლო მეორე მხრივ ხელი არ ყავთ განახლებას. ბალანსი უნდა მოიძებნოს, სადაც ნიჭიერები, პატიოსნები, მებრძოლები მოიყრიან თავს და არა ისე, რომ რადგან ვიბრძოდით, ამიტომაც პირველ რიგში ყველაფერი ჩვენ. ეს პრინციპი არ ამგონია თლათ მისაღები იყოს და არ ამგონია განვითარებას უწყობდეს ეს პრინციპი. კი ბატონო, და სულ ბოლოს ძალიან მოკლედ რომ მივიღოთ თქვენგან პასუხი, როცა მე პრეზიდენტზე დაგისვით კითხვა, თქვენ ბრძანეთ, რომ საპროკურორო ფუნქციები არ უნდა შეითავსოს ქვეყნის პრეზიდენტმა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა რომ ხაზი გავსვა პრეზიდენტის შეფასებები საპროკურორო რამდენად იყო, არ ვიცი, იგი ითხოვს რომ გაეცეს პასუხი კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან ქართული ოცნების შტაბის უფროს კახი კალაძეს და ასევე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს არანაირი საერთო არ აქვს იმ საშიშ ტენდენციასთან, რომელიც სახეზია, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ არაფორმალური კავშირები სამართალდამცველებთან ან სხვა ტიპის სტრუქტურებთან და შემდეგ ამას იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ანუ თქვენ უარყოფთ, რომ კახი კალაძე იდგა კორცხელის დაპირისპირების უკან და თქვენ უარყოფთ, რომ პრეზიდენტს რა ეჭვიც აქვს, შესაძლებელია მართლა მთავარი მოქმედი გმირი იყოს ვიცე-პრემიერი. ინგა, მე თავიდან ბოლომდე გამოვრიცხავ იმას, რომ კახი კალაძეს დაევალებიო სპორტსმენებისთვის, რომ აბა ჩადით სამეგრელოში, დადექით აი ამ უბანზე და გიგა ბოკერია რომ გამოვილის ეგრევე მუშტები დააყარეთ. აი ეგეთ აბსურდს მე თავიდან ბოლომდე გამოვრიცხავ. რა თქმა უნდა, მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ კახი კალაძესთვის ცნობილი შეიძლება ყოფილიყო, რომ სპორტსმენები მიდიოდნენ იქ სამეგრელოში, მე ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ თავიდან ბოლომდე გამოვრიცხავ იმას, რომ კახის დაევალებიო სპორტსმენებს, რომ იმიტომ წადით, რომ გიგა ბოკერია რომ ჩამოილვის, მუშტები დააყაროთ მას. მე ამას თავიდან, რომ მე ვიცნობ კახის არ გახლავთ ეს ბოროტი პიროვნება, სააკაშვილის მმართველობის დროსაც კი მან გააკეთა ერთ-ერთი მთავარი სწორი შეფასება, რომ გირგვლიანის საქმე იყო იმ ძველი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რის გამოც საკმაოდ გაიკიცხა მაშინდელი ნაციონალური ელიტის მხრიდან. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის ძალადობის და მკვლელობის წინააღმდეგი იყო. ამიტომაც აი ამ მეორე ამბავს, რომ მან გააგზავნა იმის გამო, რომ ვინმე ეჩხუბა, თავიდან ბოლომდე გამოვრიცხავ, მაგრამ რა თქმა უნდა, იმას არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ის საქმის კურსი იყო, რომ სპორტსმენები მიდიოდნენ სამეგრელოში წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად. მადლობა ზაქარია, მე წარმატებას გისურვებ, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი.